გორის მუნიციპალიტეტში 18 მაისს ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. საზეიმო ღონისძიება უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება. აქტივობები კი 13 საათზე დაიწყება. ამის შესახებ თრიალეთს გორის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა რომბერტ მაღლაკელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, დაგეგმილია გამოფენა ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხალხური რეწვის ოსტატები, ღვინის მარნები და მეწარმეები. აღსანიშნავია, რომ გამოფენა მიეძღვნება მუზეუმების საერთაშორისო დღეს. მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 18 მაისს უფლისციხის ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართება ტურისტული გამოფენა ბაზრობა, რომელიც ეძღვნება მუზეუმების საერთაშორისო დღეს და ამავე დროს საზეიმოდ გაიხსნება შიდა ქართლში ტურისტული სეზონი. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ხალხური რეწვის ოსტატები, ღვინის მარნები, ინდივიდუალური მეწარმეები და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საზეიმოდ აღნიშნული იყო ეს დღე და ძირითადად ამ ტურისტული სეზონის გახსნას ატარებს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტები, ამავე მუნიციპალიტეტების საკრებულოები და შიდა ქართლში ტურისტული კავშირი მეგზური. მინდა გითხრათ, რომ წელს ძალიან მასშტაბური იქნება გამოფენა, ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქცია ექნებათ გამოტანილი ხალხური რეწვის ოსტატებს და მე იმედი მაქვს, რომ იქ შემოსული უცხოელი ტურისტები მოხიბლული დარჩებიან გამოფენა გაყიდვით. აი, როდის არის ეგეც რომ ვთქვათ? გამოფენა გაყიდვა გაიმართება, კიდევ ვიმეორებ, 18 მაისს და გაიხსნება საზეიმოდ დღის პირველ საათზე.